ნარკოტიკის მოხმარება ხშირად ინტერესის გამოა მებრძოლობით იწყება. ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ თუ რა ნეგატიური ზეგავლენა აქვს ამა თუ იმ ნარკოტიკულ საშუალებას მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, სოციალურ გარემოზე და ზოგადად მთელ ცხოვრებაზე. როგორც წესი, ნარკოტიკის მოხმარება პირველ ეტაპზე ასოცირდება სიამოვნების მიღებასთან, გართობასთან, უმეტესად ხდება შეთავაზება მეგობრების, მეზობლების, ნაცნობების მხრიდან, რომლებიც მათ რეკლამირებას ახდენენ. ნარკომოჭრება შესაძლებელი ობასოდ გასცემს ფსიქოაქტიური ნივთიერება იმის მოლოდინში, რომ ეს პირი მალე მათი პოტენციური კლიენტი გახდება.ებს გონია, რომ ადვილად შეძლებს ამ ნივთიერების მიმოხმარებაზე უარის ხმას, თუმცა რაც ზოგადად ის ადამიანს უფრო მეტი დოზა სჭირდება სიამოვნების მისაღებად. სიამოვნების მიღებისა და გართობის ერთჯერადი ცალკეული შემთხვევებით თანდათან გადაიზრდება ჩვევებში, მოთხოვნილებაში, ცხოვრების სტილში, რომლებიც ადამიანის კონტროლს აღარ ექვემდებარება. ადამიანი კარგავს თავისუფალ ნებას, დამოუკიდებელი არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას. ადამიანი უფრო მეტ პრობლემას ხვდება, იქნება ეს ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური თუ სოციალური პრობლემა, თუმცა მთავარი პრობლემა წარმოდამოკიდებულებას წარმოადგენს. ნარკოტიკები ეს მოუნელებელი პრობლემაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ამ მავნეჩვევას ახორციელებს საკუთარ თავში. მეც ასე დავიწყე. ერთ მშვენიერ დღეს, როგორც ყველა ახალგაზრდამ, მეც გადავწყვიტე გასართობად წავსულიყავი ერთ-ერთ კლუბში და აქ კლუბური ნარკოტიკების გასინჯვით დაიწყო ყველაფერი. ძალიან სამწუხარო იყო შემდეგი პერიოდები ამის, თუმცა იმ წუთას, როდესაც ამას ჩავდიოდი, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვიყავი. ჩემი ირგვლივ ყველაფერი განათდა, გამშვენდა, სამყარო ფერადი და ნაირფეროვანი გახდა. ამის აღქმაში კი, რა თქმა უნდა, ეს კლუბური ჭყალებში მსუბუქი ნარკოტიკები მეხმარებოდა. ადამიანებს ცხოვრებაში უამრავი მიზანი აქვთ და მეც მათ შორის. მინდოდა რომ წარმატებული და რეალიზებული ადამიანი ყოფილიყავი, ამ მასობაში კი ეს ყველაფერი ხელს მიშლიდა. გრძნობდი რომ არც ერთი საქმე არ გამომდიოდა, რასაც პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდი. გრძნობდი რომ მუდმივად რაღაცა მაკლდა, რაღაცის მოთხოვნილება მქონდა. ხვდებოდი რომ ეს ნარკოტიკები იყო. ხვდებოდი რომ თანდათან ჭაობში ვიძირებოდი, ფორიაქდებოდი. საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, არაფერი მინდოდა, მელანქოლია მეწყებოდა და გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავისთვის მე თვითონ უნდა მეშველა. ჩემ გარდა, ჩემს მდგომარეობას თავს ვერავინ დააღწევდა და ამისთვის მივმართე სარეაბილიტაციო ცენტრებს. მართალია ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ყველაფრის ფასად ამ ყველაფერს თავი დავაღწიე და დღეს უკვე ვგრძნობ თავს როგორც სრულფასოვანი ადამიანი. საზოგადოებას კი მინდა მივუწე რჩევა, არავის და არაფრის ფასად საკუთარი ადამიანური მდგომარეობა არ შესწირონ მავნეჩვევებს. იყავი ინც ვინც ხარ. ალკოჰოლიზმი მისი გავრცელებული და ისტორიული გამოყენებით ნიშნავს ნებისმიერ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვარდება, განსხვავებულად ჯანმრთელობის პრობლემებისა და ნეგატიური სოციალური შედეგებისა. უფრო ზუსტად კი ალკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ხტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. მისი ფართოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მწვავე სოციალური პრობლემადაც იქცა. ალკოჰოლის ზემოქმედება აისახება ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. ალკოჰოლის მცირე დოზის ალკოჰოლის ზემოქმედება აისახება ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ფუნქციებზე. ალკოჰოლის მცირე დოზით მიიღება განაპირობებს კუნთების მოდუნებას, მცირე ოდინ გაბრუებას და ერთგვარ დამშვიდებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. იგი განსაკუთრებით ნერვოზული ან ფსიქოპათიური ხასიათის პიროვნებას გულის სიამოვნებას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ადამიანები იქცევიან, ხოლმე შემდეგში ეგრეთ წოდებულ ქრონიკულ ალკოჰოლისტებად. ასეთ პიროვნებებს ახასიათებს აბსტინენციური სინდრომი, ფსიქიკის და შინაგან ორგანოთა მუშაობის აშლილობით და მძიმე შეგრძნებებით. მათ დაცვათქნად იგი იძულებულია მიიღოს სასმელის ახალი დოზა. ალკოჰოლიზმის განკურნების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მედიკამენტები, ჯგუფური თერაპიები და სხვა. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა საერთო ფიზიკური დარღვევა გამოიწვიოს. ალკოჰოლს გარკვეული ტიპის სხეულებსა, განსაკუთრებით ღვიძლსა და თავის ტვინზე უშუალოდ ტოქსიკური მოქმედება ახასიათებს. ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებას ხშირად თანხმდებს ცუდი კვება, რაც იწვევს ცელებისა და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას. ასევე იზრდება უბედური შემთხვევების, განსაკუთრებით კი ქალატვინის ტრავმის მიღების რისკი. პირველად ალკოჰოლი გავსინჯა 14 წლის ასაკში. მეგობრის დაბადების დღეს შედეგადაც დაიწყო ყველაფერი. დღეს უკვე 37 წლის ვარ და ალკოჰოლს აღარ ვეკარები. მამა პაპულის უფრა იყო და გკითხეს ცოტა დავლიეთო. არა მოხდებაო არაფერი და ბავშვმა მას დავლიეთ. როდესაც დავთვარი ყველაფერი დამავიდა და ბედნიერი ვიყავი უსაწყლოდ. ეს ძალიან კარგი გრძნობა იყო და მომანდომა კიდევ ყოფილიყავე ისე.
მას შემდეგ ნელ-ნელა შევეჩვიე დალევას, თუმცა სკოლის პერიოდში მაინც არ ვსვამდი. სწორი ხშირი სმა დავიწყე სტუდენტობის პერიოდში, როდესაც თბილისში ჩავედი სასწავლებლად. შევერია არასასრულო ხალხს, ძალიან ბევრ დროს უთმობდი გართობას და სწავლას მივატოვე, რის გამოც ჯერ აკადემიური ავიღე, შემდეგ კი საბოლოოდ მივატოვე სწავლა. ხოლო დროს დარებას და დალევას მოუმატე და ეს სერიოზული პრობლემა გახდა ფიზიკურად და ბიუჯეტურადაც. აფხაზურ მდგომარეობაში თითქმის აღარ ვიყავი. მუშაობის დაწყებას ვცდილობდი, თუმცა ვეღარსად ვერ მაჩერებდნენ. ამ დამოკიდებულობამ შემიქმნა პრობლემები. პრობლემები ღვიძლზე თავიდან ყურადღება არ მივაქციე, თუმცა საბოლოოდ იმ დონემდე მივედი, რომ მომაკვდავი ვიყავი. თუმცა ღვთის და ექიმების წყალობით დღეს ოცხალი ვარ და ამის შემდეგ არც დამილევია ჯანმრთელ ცხოვრების წესს მივყვები და ვმუშაობ კიდეც. ქირურგიული ჩარევის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ისე იყო თითქოს თავიდან დავიბადეო და სულ სხვა ცხოვრება მაქვს. ახლა იმ დროს ჩემი პრიორიტეტი დროის დარება იყო, ხოლო ახლა ოჯახის უზრუნველყოფა აღარ მაქვს იმ ხალხთან კონტაქტი და ჩემი ცხოვრება ბევრად უკეთესია.